აქ არის მარიკა. რისთვის ვიბრძვით ჩვენ და რისთვის გვებრძვიან ეს რობოკოპები, რომლებიც მობილიზებული არიან ორივე? ჩვენ და ქართველი ხალხი ვიბრძვით, რა თქმა უნდა, განვითარებისთვის და ევროპული მომავლისთვის. იმ ევროპული მომავლისთვის, რომელიც არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი. და არც ერთ ხელისუფალს არ გასვლია ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანზე, ასე ვთქვათ, შეტევა და ისტორიული კურსისგან გადახვევა. ჩვენ ვხედავთ არაპროპორციულ ძალას, რომელსაც იყენებს საპატრულო პოლიცია, სპეცრაზმი. ჩვენ ვხედავთ როგორ ასე ვთქვათ, უსწორდებიან ჟურნალისტებს, ეს წარმოუდგენელი სისასტიკეა, რასაც ბოლო 2 დღის განმავლობაში ვხედავთ. დღეს ასევე სისასტიკით უსწორდებოდნენ მომიტინგეებს და როგორც გავრცელდა ინფორმაცია, არასრულწლოვანი წკის ცემეს და დააკავეს. ეს ყველაფერი არის არაპროპორციული ძალა. ჩვენ გადავიღეთ და შემდეგ ხალხი ეუბნებოდათ, რომ რას აკეთებთ, არასრულწლოვანია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის არაპროპორციული ძალა, არ გაუვათ. ეს ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით და როდესაც ეს ბრძოლა დამთავრდება, თითოეული ის სპეცრაზმელი, თითოეული ის ადამიანი, ვინც უკანონო ბრძანებებს გასცემდა და ვინც უკანონო ბრძანებებს ასრულებდა, აუცილებლად იქნება პასუხისგებაში მიცემული, აუცილებლად იქნება გამოვლენილი. ამ ქვეყანაში ავტოკრატია არ იქნება. ეს არის დემოკრატიული ქვეყანა, ხალხის არჩევანი დემოკრატია და განვითარება და აუცილებლად იფრიალებს საქართველოს და ევროკავშირის დროშა. ძალიან დიდი მადლობა მარიკა არევაძე.